მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, გვინდა გავუწყოთ ესეთი ამბავი. რომ დღეს შევიკრიბეთ მე და გოგა იმისთვის, რომ სპეციალურად თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანახარჯების წინაშე ვიყავით ბელარუსში, როცა ვიმყოფებოდით. თქვენ გახსოვთ, ჩვენ მაყურებელს ახსოვს მალე, რომ მე და შენ ყოველი საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ესეთ ვიდეოებს წერთ ხოლმე, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს რეალურად რა დაჯდა, ესა თუ ის გასვლა, რა ბიუროკრატიული ბარიერები გადავლახეთ და საერთოდ აინტერესებს ხალხს, როგორ შეიძლება საზღვარგარეთ ნადირობა. მე შევამჩნია კიდე რამოდენიმე ადამიანმა ისიც კი გითხრა, რომ თქვენთან ერთად რომ წამოვიდეთ, მაგის პერსპექტივა თუ არისო. მაგაზეც იყო ლაპარაკი და მე იქ ახლა აღარაფერი მithქვამს, ვიფიქრე რომ მეთქი გადაცემა ჩავწეროთ ამასთან დაკავშირებით, უკეთესი იქნება თქო რა. კი ბატონო და მოგეცემათ საშუალება, ვისაც გაინტერესებთ რომ გაიგოთ რა როგორ და რანაირად, აგერ ვართ ბატონო და გვიფსახურეთ. ვიყურეთ ბოლომდე, არ გამოგრჩებათ არაფერი. ეხლა კი ისე ცირედი ჩართვა სხვა ნადირობიდან, თქვენ გახსოვთ კროკოშოპზე იყო საუბარი გადაცემაში. ეხლა გათამაშდება ყველა ის კომენტარი, რომელმაც კროკოშოპი დაწერა, ან კომენტარებში მიაწერა კროკოშოპი და გამოვავლენთ გამარჯვებულებს. ვაუჩერები აუცილებლად გადმოგეცემათ. ამიტომ, როდესაც გვექნება ესეთი შემოთავაზებები, იაქტიურეთ ხალხო, ზედმეტი საჩუქარი არავის არ გვაწყენს. მოდი ის თქვათ, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა ბელარუსის ვიდეოებს, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი სამი ფილმი შევთავაზეთ მაყურებელს, სადაც გადასარევი ნადირობები არის და თქვენ გაქვთ საშუალება რომ იხილოთ ეს კადრები და აქედან გამომდინარე არის ალბათ ეს მოდი ვიტყოდით ცხოველი ინტერესი, რომ აი როგორ რანაირად და რა გვაქვს წინ. საინტერესო არის ის, რომ ჩვენ მაყურებელს უნდა ახსოვდეს წესი და რიგით წინა ბელარუსში წასვლებზე ჩვენი გადაღებული ეს განხილვები. ბევრი პრინციპში ალბათ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ რა ხან მოთხოვნა არის, წავიდეთ შეხვედრაზე და დეტალურად აუხსნათ ხარჯების ნაწილიც და საერთოდ ყველაფერი. ბატონმა მამუკამ შილაკაძემ თქვა ესეთი რაღაცა, რომ მეურნეობა შესაძლოა მომავალ წელს უკვე შევიცვალოთ კიდევაც. ანუ მეურნეობებს პერიოდულად რა თქმა უნდა შევიცვლით და ფასები თავისთავად განსხვავებული იქნება ხოლმე, იმიტომ რომ ეს მეურნეობები კი სახელმწიფოა, მაგრამ სხვადასხვა ნადირის, სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვანაირად ფასდება ზოგადად რა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ბატონო მამუკა, ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ სად ვიმყოფებით, იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. ჩვენ ვიმყოფებით ბელარუსის რესპუბლიკაში, მინსკის ოლქი არის და ამ პატარა ქალაქს ქვია სმოლევიჩი და მონადირის სახლი აი ამ კონკრეტულ ამ ადგილს მე უკვე რა. ჩვენ ერთი თლიანი ბრწყინვალე კვირა გაგვატარებინე აქ და რა თქმა უნდა ამისათვის დიდ მადლობას ვიხდი, მაგრამ ზოგადად ჩემი მაყურებელი ალბათ ინტერესდება როგორ შეიძლება რომ მოხდეს ამ მეურნეობაში თუ შესაძლებელია საერთოდ. შესაძლებელი ნამდვილად არის. ეხლა მე ყველასთვის შემიძლია მაქსიმალურად დახმარება გაუწიო და მივაწოდო ინფორმაცია აქაური ნადირობაცოდნეებისა, აქაური მისამართებისა, აქაური რაღაც, მაგრამ ამას უნდა ცოტა ადრე მომზადება, რამე თუ იმიტომ ნადირის რაოდენობა რაღაც ყველაფერი შეზღუდულია ხოლმე რა. ეხლა მაგალითად ჩვენი ნადირობის მე რომ ვამთავრებდით უკვე ხომ ბოლოს უკვე რაღაცა ნადირზე უკვე ლიმიტები ამოწურული იყო, ამოვწურეთ ქართველებმა, ისეთი კარგი ნადირობა ჩავატარეთ. ამიტომ კონტაქტები არსებობს და პირდაპირ მინსკის ოლქში ვინც არის ამ ორგანიზაციის, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია. ანუ კერძო სტრუქტურა ფაქტიურად არ არის ხო ესა? ეს კერძო სტრუქტურა არ არის, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ქართულად სატყეო ლესხოზის, ასე ვთქვათ, დაქვემდებარებაში იმყოფება.
და ის ჩემი მეგობარი რომ არის ბატონი ალექსანდრე საშა ის არის მისი ასე ვთქვათ თავარი ინჟინერი თავარი ნადირობათა მცოდნე რომელიც მერე განაგებს და ის გვიბრუნავს მარტო შენობას და იმას კი არა ბაზას გვიბრუნავს ნადირსაც და ცხოველსაც რომ გასაგები არის ჩვენ შემოსვლამდე ხელშეუხებელი იყოს ამ ბაზაზე ის ნადირი და ის ისა რომ მაქსიმალურად კომფორტულად ვიზროთ თავი ერთი კიდევ შესაძლოა არის რომ ჩვენს მაყურებელს ალბათ უცნაურად მოეჩვენებოდა მოხდა ესეთი რაღაცა რომ ნადირობა ისე განვითარდა რომ მოგვიწია ახალგაზრდა ლოსების მოპოვებაც. ანუ სუმთლად 1 წლის და რაღაცა წლინახევრის ასაკის ლოსები იყვნენ. მოდი ეს ამბავი ცოტა ასე ვთქვათ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რატო ხდება ასე? დიდი გასაგებია ალბათ დაებადება ვინმეს კითხვა, რომ აი დიდი გამოვიდა და რატო არ ესროლეთ, რატო ესვრით პატარებს ხო სიტყვაზე. მოდი მოუყვეთ ეს ამბავი ჩვენს მაყურებელს. სხვადასხვა ნამატი, აი ყოველ წელიწადს ხდება ახალი ნამატის დათვლა. დათვლა ითვლება აქ ბევრი მიმართულება არის, როგორც ვიდეო ხაფანგებით, ისე სათვალთვალო თვითონ იმითი და ისე კვალებითაც და თვითონ ზუსტად იციან რამდენი ნადირი და ცხოველი აქ უნდა გაიზარდოს რომ შემდეგ წელს ისეთივე შედეგი იყოს. მაგალითად დედა ლოსი ხო მაგალითად ის უფრო პროდუქტიული არის ხო ვიდრე ახალგაზრდა მაგრამ რო იყოს ესე იგი ნამატი რომ მოიტანოს თუ კი 10 ზედმეტი ახალგაზრდა არის წამოსული მეურნეობაში ხო მას 10 ადგილობრივი უკვე დიდი გაზრდილი დედაფური ემატება საკვების ბაზა ყველას აქვს რაღაცა შეზღუდული იმიტომ რომ ტერიტორია სიტყვაზე 54 ჰექტარიანი არის ამათი სანადირო მეურნეობა თუმცა შემოუღობავი არა, თუმცა შემოუღებია, რა თქმა უნდა, და ესენი ესაზღვრებიან ერთი მეორეს, მაგრამ ამათი სანადირო მეურნეობა ამდენი არის და ამგენმა იციან, რომ ამ სანადირო მეურნეობას შეუძლია 1 ჰექტარმა გამოკვებოს სიტყვაზე 1 ან ზუსტად არის რამდენი 1000 ჰექტარზე რამდენი ლოსის რაოდენობა არის დაშვებული და თუ კი ის პატარას შემდეგ წელიწადს გაიზრდება, ჩათვალე რომ საკვების რაოდენობა რომ შეუმცირდებათ დედასაც და პატარასაც რომელიღაცამ შეიძლება დატოვოს, მაინც დატოვოს აქაური ტერიტორია და გადავიდეს სხვაგან საკვების გამო და ამიტომ ცდილობენ რომ ის რაც არის მისი ასაც მოუვარა მან იმითი მეტი შემოსავალი მიიღოს ამ მეურნეობამ მეტი თქვენ არ ვიცი მე მგონი გახსოვთ აქ ამ ბაზაზე შარშანას ბრძანდებოდით ჩემი კეთილი ხალხი და ბევრი რაღაცა უკეთესად კეთილმოწყობილი დაგვახველეს წელს. ბატონო მამუკა, კიდევ საინტერესოა ის ამბავი, რომ აი თქვენი თვალთახედვით, ეხლა თქვენ ასე ვთქვათ, აკრედიტებული მონადირე ხართ, ესე ვთქვათ, ხო და თქვენი თვალთახედვით ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენ ქართველებმა როგორ ჩავატარეთ ეს ნადირობა, რამდენად სწორედ გამოგვივიდა ეს ყველაფერი, რაც თავიდან მოვისმინეთ, ასე ვთქვათ, ეგერების მხრიდან იყო, რომ რაზე შეიძლება სროლა, რაზე არ შეიძლება სროლა, წაგვიცდა რამეზე ხელი, არ წაგვიცდა, ну, მოკლედ, ზოგადად იქნებ შევკრათ ეს ამბავი. მონადირი საერთოდ სრულყოფილი არ არსებობს რა. იმიტომ რომ მონადირი იზრდება ყველა ნადირობიდან ნადირობაზე. ამ ნადირობაშიც ხო, აი ყველა ნადირობაში ადამიანი უშვებს მონადირი რაღაცა პატარა შეცდომას, უმეტეს მერე აანალიზებს და უნდა რომ შემდეგისთვის ის დახვეწოს. ამ ნადირობაშიც იყო რამოდენიმე ისეთი დაშვებული შეცდომა და ჩემგანაც იყო დაშვებული და სროლაზე, რომელიც აი ვერ გავითვალისწინე, მაგრამ მინდა დაუშვათ ის აუხსნე რომ ვისაც აქვს ასე ვთქვათ ბოლტექშენები ვისაც გვაქვს ხო? ხო, ბოლტიანი ასე ვთქვათ თოფები ხო? ის აუცილებელია რომ ყველამ სახში უნდა ივარჯიშოს ჩადგმულზე მისი გადატენვა და ეგეთი გადმოგდება დასრულება და გადატენვა. არანაირად არ უნდა ჩამოიღო თოფი და თავიდან არ უნდა ჩაიდიკა. ეს იგივეა რომ სასტენდო სროლაში ერთი გასროლის მერე ჩამოწიო თოფი და მე თავიდან ისევ დაიდგა. იმას უნდა ახერხებდე პირდაპირ, იმიტომ რომ იმდღენი დრო იკარგება და ისე სწრაფად გარბის რომ მეორე სროლა ცოტა სრულდება. ხო, მე ძალიან ყურადღებით უნდა
თვალი, დიდი ცხოველის ზომა ადამიანს ძალიან ატყუებს იმაში, რომ გონია, რომ რაღაცის დიდია, იმან უკვე როგორც კი თოფი დაუდო და მიუშვირა, ის უკვე დამიზნებული აქვს. და დამიზნება იმას არ ნიშნავს რა, რომ ის ზუსტად იმ ადგილას უნდა, თუ კი მწყერი პატარაა და მწყერი უნდა ჩამოვაგდო, აი ის ნადირი უნდა დაიყვანო მწყერის ზომაზე, ზუსტად იმ ადგილას მიიტანო თოფი, რომ იქ რომ მე არ იყოს დაჭრილი, იმას დევა უნდა, მას უნდა მთელი დიდი წვალება იწება და დრო მიაქვს ძალიან დიდი. Еще. Вот. Давай, молодец. პირველ განსაკუთრებულ ნადირობაზე დავკარგე დრო, იმიტომ რომ გაგვიხდა საძებნელი დაჭრილი ობიექტი. ხო, დაჭრილი ობიექტების ზევნა რა. ძალიან ბევრი ფიქრი. მე მინდა თქვა იმისა, რომ მონადირე ყველა ნადირობიდან ნადირობამდე იზრდება და არ უნდა წყინდეს უფრო მეტად ჩამოყალიბება ვიღაცამ რომ გაიარა. ის ნაბიჯი გადადგმულია ვიღაცას და თუ კი მოგცემს შენიშვნას არ შეეპასუხო და ესე მიიღო და შეიწოვა ესე ძალიან გემრიელად თქვა მადლობა რა მე მოცემული უფასო გაკვეთილისთვის. იმიტომ რომ ვიღაცას ის უკვე გავლილი აქვს ისკენ რომ შენზე მაგარია. არ არის შენზე მაგარი შეიძლება ჯერ თამაშიც არ არის ეგეთი მონადირე ყველა ერთნაირები ვართ უბრალოდ ვიღაცას მეტი გამოცდილება აქვს და ვიღაცას ნაკლები და ამიტომ გამოცდილების გაზიარება უნდა იყოს აუცილებლად ესეთი მისაღები წინ ხომე რა მაგრამ ეს არ არის საწყენი ამაში არაფერი მადლობა დიდი და მხოლოდ მადლობა თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება Ну, მოდი აქვე ისიც აღნიშნოთ, რომ ჩვენ სამ სხვადასხვა მეურნეობაში ვართ ნაყოფი ბელორუსში და დიდი განსხვავება ფასში არ არის. თუმცა მანე ის თქმის არ იყოს, რაღაც ცდომილებები არის. ამიტომ ჩვენ ხა ამ ხალხს მე ესე წარმომიდგენია, რომ ძირითადი ღერძი უნდა მივაწოდოთ პატარა ამპლიტუდით. აი ეს თემა არის. მოდი დავიწყოთ იმითი, საქართველოში რა დანახარჯების წინაშე დავდექით 2 თვით ადრე ვინემ გავემგზავრებოდით და რატო 2 თვით ადრე? აი, ძალიან კარგია რომ დროსაც შეეხე ხარჯებამდე, ანუ აუცილებელი არის რომ გაითვალისწინოთ რომ დაახლოებით საშუალოდ 2 თვე ჭირდება საბუთების მომზადებას, სანამ ეს ხალხი გამოგვიგზავნის მოწვევას, იქიდან რომ სანადირო მეურნეობაში უნდა ჩახვიდეთ და გიწოთ სანადირო მეურნეობა და რა ხარჯები იქნება და რა პროცედურები. მოწვევას უნდა გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. ანუ გჭირდებათ ნოტარიუსი, რომელსაც ყავს რუსულენოვანი თარჯიმანი, თუ სწორად მახსოვს, ღირს თარგმანი და ნოტარიუსი ჯამურად ეს რამოდენიმე ფურცელი დაჯდა კაცზე 70 ლარი. ხალხი გვეკითხება ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ იარაღის გადატანაო, როგორ ხდებაო და ეს ხო ერთმანეთზე მიბმული არის იდეაში, არა? იარაღს ისე ვერ წაიღებ, თუ იქიდან სპეციალური მოწვევა არ არის, ხო ესე არის, არა? ანუ შევეხოთ შემდეგ ეტაპს, რა არის საჭირო იარაღის გადატანისთვის. მოდი მარტივად გეტყვით, რომ ზემოდან $200. ანუ აი ეს პროცედურა ამ $200-ში შედის ის 70 ლარიც, რომელზედაც ახლა ვისაუბრეთ. დიახ. შედის ასევე მომსახურების სააგენტოში გადასახდელი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოთ, ну ქართველების ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, დაწუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის ამპლიტუდა გაქვთ, დაჩქარებული წესით მოგიწევთ ამის გაკეთება და 60 ლარი არის რა, ტყვია წამლის და თოფის შეტანა გამოტანის უფლება. ასევე ამ $200-ში შედის ბელავიას გადასახადი, მოსაკრებელი თვითფრინავში ტექნიკურად იარაღის გადატანის და გადმოტანის, ეგეც სადღაც €65 ფარგლებში არის. სხვათა შორის შეიძლება ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მინდა მეგობრებო დავამატო ეს ინფორმაცია, რომ ჩემი იარაღი ცოტა უფრო წონით მეტი იყო, ვინმე სტანდარტულად მიღებულ წონაში ვიხდით ხოლმე იქ რაღაცა თანხას და მაგის გამო მომიწია €100 გადახდა. ანუ შეტანა გამოტანაზე ეს გამახსენდა ეხლა და ჩავაკვეხე. ეხლა უცებ ის გამახსენდა რუსული ფრაზა размер имеет значение. აი ამ შემთხვევაში წონას და სიგრძეს მნიშვნელობა აქვს.
ხო და იმას ვამბობდი, რომ უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ის, რომ ტექნიკურ საკითხებს ახან შევეხეთ, რომ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ბელავიას წარმომადგენლობაში პლეხანოვზე, აღმაშენებლის გამზირზე, ნომერი არ მახსოვს, მაგრამ არ გაგიჭირდებათ მაგის გაგება, დაგუგლეთ და წინასწარ უნდა იყოს ეს შეთანხმებული, უნდა იცოდეთ უკვე გამგზავრების თარიღი, რეისის ნომერი და მეილით უნდა ეცნობოს იმ ოფისიდანვე ბელავიას ცენტრალურ ოფისს, რომ ადამიანს უნდა იარაღის გადატანა და უნდა დაელოდოთ მათ თანხმობას. მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე ჭირდება ყოველივე ამას. ეს არის ასე ვთქვათ წინამოსამზადებელი, რაც შეიძლება ადამიანს რო დაჭირდეს. შემდეგი ქმედება სანამ ჩავალთ და უშუალოდ ნადირობაზე გადავალთ, არის ბილეთი. ბილეთი არის ძალიან მოთამაშე სიტუაცია ამ შემთხვევაში, არა აქვს სტაბილური ფასი, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რა, დაახლოებით $600 დაჯდა ჩვენი ბოლო გამგზავრება. მანამდე უფრო იაფი გადავიხადეთ. სხვა ფასი აქვს თუ ქუთაისიდან გაფრინდებით, სხვა ფასი აქვს თუ თბილისიდან გაფრინდებით. ანუ ბილეთი რა დაჯდება კონკრეტულ თარიღზე, ცოტა რთული საპროგნოზო სიტუაცია არის, მაგრამ დაახლოებით $600 ხართ ჩამჯდრები რა. სხვადასხვა მე მახსენდება ესეთი რამ, რომ ჩვენმა მეგობარმა ცოტა უფრო ადრე შეიძინა მაგალითად ბილეთი და კაცილებით უფრო იაფად მოუწიათ ბილეთის შეძენა. ესეც გასათვალისწინებელი იქნება. და საბოლოო ჯამში რა გამოგვივიდა, ჯერ არ წავსულვართ და უკვე €200 თუ $1 გვაქვს უკვე დახარჯული. $200 გვაქვს უკვე დახარჯული. თითო კაცზე. თითო კაცზე და პლუს ამას შეიძლება კიდე დაემატოს დაახლოებით €60 საბუთების მომზადების თვითონ იქ ადგილზე, რასაც უგზავნი და მოწვევა, რასაც ქვია იმის გასაკეთებლად. ანუ $300 გადადებული უნდა კონდეს სანამ წახვალ. წინასწარ არის თუ არა ცნობილი მონადირეებისთვის მაგალითად ის ამბავი, რომ რაზე ექნებათ ნადირობის პერსპექტივა. ეს სანამ ესე იგი აქ დოკუმენტაციას ვამზადებთ, ეს ინფორმაციაც მოდის ჩვენამდე და უკვე წარმოდგენა გვაქვს, ხო, რაში ვიხდით ფულს. ხო, მანამდეც მოდის, იმიტომ რომ ადამიანი რო გეუბნება რომ მე შემიძლია შენ შემოგთავაზო ამაზე ნადირობა, მე რო ვიღებთ მე და შენ გადაწყვეტილებას რომ გვინდა ჩვენ ამ სანადირო ობიექტზე ნადირობა თუ არ გვინდა რა, ეხლა იმიტომ რომ შეიძლება, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება მგელზე სანადიროდ ბელორუსში არ წახვიდე. დიახ, მაგრამ აქ არის კიდე ერთი საინტერესო მომენტი, მეგობრებო, რომ ეგრეთ წოდებული სიგალეტკას მაგალითად რო ვეძახით, იმას რაღაცა დაბალი ფასი აქვს, მერე ფურ ასე ვთქვათ, მდედრ ლოს გაცილებით უფრო მეტი აქვს ფასი, მაგრამ უკვე მამრზე, რომელსაც რქები აქვს, რა თქმა უნდა, იქ ფასი როგორც ესეთი სატროფეო ღირებულებებით იწყებს ზრდას. და ამასაც მოდი შევეხოთ. ძალიან საინტერესო თემაა. ჯამში რა შეიძლება გამოუვიდეს მონადირეს? საბოლოო ციფრს სანამ ვეტყვი, მე მინდა რომ ცოტა უფრო გავშალოთ და სისტემა აუხსნა ჩვენ მაყურებელს. ეს არის გუნდური ნადირობა. ნადირობა საერთოდ ხშირად ვამბობთ, გუნდური სპორტია და ეს არის გუნდური ნადირობა ერთმნიშვნელოვნად. მე გირჩევდით, რომ მინიმუმ 8 ადამიანი წახვიდეთ. ოპტიმალური არის 10, 11, 12 ადამიანი. ოპტიმალური ნადირობისთვის, ოპტიმალური ფინანსურად, ოპტიმალური განთავსების მხრივ. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ესე არის ჩვენს მაგალითზე. ჩვენ ვიხდით X თანხას. ნადირობაში, თქვა 10 კაცი წავედით, X თანხა გადავიხადეთ. თემა არის შემდეგნაირი, რომ თუ ნადირობა ჯდება X თანხა, ამ ნადირობას თქვენი ჯიბიდან დაამატებთ თუ მოინადირეთ სატროფეო. ცალსახად თქვენზე არის დამოკიდებული. გამოუვიდა მაგალითად მარლენს 2-3 ლოსი, რაც იყო რეალურად შენს კონკრეტულ შემთხვევაში. მას აქვს არჩევანი. ეს როლოს ფურს, ეს როლოს მამს, ეს როლოს სიგალეტკას და ეს როლოს მამრს რქებიანს. თუ რქებიანს მოინადირებთ, უნდა იცოდეთ, რომ მაგალითად თუ ღირს ერთი ლოსი საშუალოდ €400, რქებიანი მამრი უკვე 600 შეიძლება €700 ღირდეს სიდიდიდან გამომდინარე. და კოლექტიური თანხიდან ამოვარდება ეს თქვენი დამატებითი თანხა. ანუ თქვენზე არის დამოკიდებული. გნებავთ მოინადირეთ ჩვეულებრივი ლოსი, სანადირო ობიექტი, თუ ტროფეი გნებავთ და ამის საშუალება და სურვილი გაქვთ,
ღმერთმა გაგიმარჯვოთ და მოინადირეთ ის, რაც თქვენ გინდათ. ცოტა მეც გადაიხდით. ამით იმისი თქმა გვინდა მეგობრებო, რომ ილუზია ვინმეს არ შეექმნას იმისა, რომ მაგალითად 2-3 კაცი წავალთ და 1600 1500 გადავიხდით, ანუ 2000 გადავიხდით და გვეყოფა. ეგრე არ არის. ანუ ჯგუფია აუცილებლად შესაკრები იმისათვის, რომ ერთი საბოლოო X თანხა შეიკრას, რომ მოხდეს ზოგადად ნადირობა. Absolutely. ეს ამბავი. არა, მან კიდე პლუს ტექნიკური პრობლემა არა, რომ 3 კაცი ვერ ინადირებ. მაშინ მოგიწევთ, რომ ვინმე სხვა უცხო ადამიანებთან ერთად ინადიროთ, რაც პრინციპში მიღებული პრაქტიკა არის ბელორუსშიც და ევროპაშიც. როდესაც კონკრეტულ სანადირო დღეზე სიტყვაზე მეურნეობას აქვს 12 სანადირო ადგილი და მინიმუმ ჭირდება 10 ან 8 კაცი, თქვენ თუ 3 ჩადიხართ და სხვა თქვენი მეგობრები ვერ მოდიან, იქ შეუძლიათ ადგილობრივები დაგიმატონ. ხშირად ხდება ეგრე. ან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები და იმ კონკრეტულ თარიღზე შეკრან ჯგუფი, მაგრამ როგორც წესი ქართველები ამას ვერ იდებით ხოლმე და უფრო მეგობრული კოლექტივით გვირჩევნიან ნადირობა რა. ეს რაც შეეხება, ახლა ესეთ ზოგად მიმოხილვას რომ რა და როგორ ჯობია. ახლა გადავიდეთ ფასებზე, რახან მალენმა უკვე 1-2 შემომიტრიალა ეს ფასების ამბავი. ესე იგი ეს 200 евро даже 250 270 евро თავის საბუთების მომზადებიანად ვთქვით. ეს უკვე გვერდზე გადადებული თანხა არის. 10-12 ადამიანზე საშუალოდ ეს ნადირობა უნდა იანგარიშოთ. იქ გამომდინარეობს რამდენს მოინადირებ ლოს, რამდენს ტახს, რამდენს შველს, ჩვენ რო ავიღოთ საშუალო მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ 1500 евро უნდა გედოთ ჯიბეში. დაამატოთ გზავრობის თანხა $600 ავიღოთ და აი ეგ არის რა. ის 270 შედის 1500-ში, ანუ ჯიბეში კი არ უნდა გედოთ, გადადებული უნდა გქონდეთ ამისთვის. პრაქტიკულად მოდი ესე ვთქვათ, რომ 2000 евро რო გიდევს ამ საქმისთვის, გადაგეცილი თბილად. გაცილებით უკვე იმედიანად გამართული. იმედიანად ხარ. ესვრი სატროფეოსაც რო გამოგივა, ესვრი სხვასაც და აი კმაყოფილი ჩამოდიხარ და კმაყოფილი ხარ იქ რომ აი რაც არ უნდა გამოვიდეს მე მზად ვარ რა მაგასაც პრინციპში მნიშვნელობა ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ არის მომენტი მეგობრებო როდესაც მაგალითად გოგას ქონდა ისეთი საინტერესო მომენტი ტახების უზარმაზარი კოლტი მორბის და არჩევანის წინაშე დგება ადამიანი რა აბა რომელი რა როგორ რანაირად რა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მე საკუთარ ჯიბეზეც აისახება შეიძლება მოგინდეს იმისთანა გასროლის განხორციელება რომ კიდევ ზევიდან ფულის დაამატო რა თან ტახზე ხა დიდი ტახი სიკაჭი ეშვებიანი ბევრ მონადირეს უნდა და უარს არ იტყვის მოდი ესე თქვა და არ გააჩერებს ბურვაგზე ან საშუალო ტახზე არჩევას რომ მორბის ერთი ჯაჭვი ერთი 30-იანი და რო ხედავ რომ კაი დიდი ტახი არის შიგნით მე მგონი დაჯქვეცნობიერის დონეზე დისუმისნებ რა ეგეთი ვარიანტი არის რა კი ბატონო, ამიტომ რა თქმა უნდა ჯობია ყოველთვის მეგობრებთან ერთად ვიაროთ ხოლმე ესეთ დაორგანიზებულ ნადირობებზე. ვაი და ფული დაგაკლდება, ქემანის მეგობარს ეთქვი რომ დამიმატე იმისდანა ტროფეი იყო, ვერ გავატარებდიო. მოდი აქვე აღნიშნავ და დავაზუსტებ, რომ ამ თანხაში შედის ყველაფერი. ანუ ამ თანხაში შედის გზავრობა აეროპორტიდან სამონადირეო მეურნეობამდე უკან დაბრუნება, ყოველდღიური კვება ყოველდღიური მომსახურება იეგერების, ანუ ყველაფერი სხვა ხარჯი ფიზიკურად ვერც კი გექნებათ, ვერ დახარჯავთ იქ სხვა ვერაფერში ფულს, იმიტომ რომ საჭიროება არ არის ამისი. კვებას გაუსმევდი ხას მე შენის ნებართვით, რა. დიახ, მოჭარბებული იყო ცოტა. მოჭარბებული იყო, ანუ ყველანი ცოტა მომატებულები ჩამოვედით. ჩვენ მაყურებელს ქონდა საშუალება რომ ენახა ამ ფილმებში ჩვენი დროის ტარება? ხო, ნუ დროის ტარებაც და ანუ ეხლა ცხელ სადილს წეში რო გიმზადებენ და იმაზე არა ხარ ძეხზე და მოხარშულ კვერცხზე, ნუ ჩემთვის ეს პლუსია და კომფორტია რა. ყველაფერს თავი დაანებოთ, მეგობრებო, დაღლი დაკანცული რომ გამოდიხარ რა, უკვე ნომრიდან, ასე ვთქვათ, თუ იქ დევნა გიწევდა იყო, სხვადასხვა იქ ისეთი მომენტები, რომ კი, ნომერში კი ვდგევართ, მაგრამ დაჭრილზეც კი მოგვიწია ხალს დევნა და კაი დაღლილი რომ მოდიხარ მერე, ხო, და ხდება ცხელი, გემრიელი საჭმელი. თან სიყვარულით მომზადებული გული გინათდება. ანუ თელი აი ის არის, აი როგორ აგიხსნა, მარტო კვება ხო არ არის როგორც ესეთი არის, კვებასთან ერთად არის გარემო სიტუაციის შექმნა, განწყობა,
მე იქ აუცილებლად შეხურების ვარიანტებიც არის, ალკოგოლი უნდა მიიღო, ერთი ჭიქა დაალიო და თავისი პლუსები აქვს რა. მოდი კიდე ნადირობას შევეხოთ, ეხლა დაუბრუნდეთ ნადირობის სიუჟეტს. ნადირობას მინდა შევეხოთ და მე ამ დროს მინდა ხაზი გავუსვა კიდე ბატონი რევაზ ბეჟაშვილი იყო ჩვენთან ერთად, გიორგი მეტრეველი იყო, ჩვენი მეგობრები არიან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ასე ვთქვათ, წამყვანი ხალხი, რომლებიც ასევე ეცნობიან და დადიან საზღვარგარეთ ყველგან თუ კი სადმე ეძლევათ იმის საშუალება რომ ნახონ როგორ ვითარდება ზოგადად სამონადირეო სამყარო ჩვენს საზღვრებს მიღმა და რისი შემოტანა შეიძლება აი ამისათვის ეს ხალხი ასე ვთქვათ დრო აქვთ გამოყოფილი ამ ხალხს რა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ბატონო რეზო მე პირველ რიგში მოხარული ვარ იმისა რომ თქვენთან ერთად მერგო პატივი და მოვახერხე ნადირობა პირიქით აგრეთვე შემოგევლეთ მე თქვენ მოკლედ ფაქტი ერთი არის რომ ამ ხალხს აქვს განსხვავებული კულტურა ნადირობის და 1-2 სიტყვა იქნებ ამ მასთან დაკავშირებით გითხრათ. კი ბატონო და არა მარტო ამ ხალხს თქვენ იცით რომ დავალება პირდაპირ სამინისტროს ხელმძღვანელობიდან რომ ეს დარგი ნადირობა მდგრადად მართული ნადირობა ჩვენ ქვეყანაშიც დაკანონდეს, იმიტომ რომ ყველგან ვაწყდებით ძალიან საინტერესო მომენტს. სადაც ნადირობენ ბევრს, ყავთ ნადირი ბევრი. რა შეა საქმე? უბრალოდ ისმის კითხვა. რა შეა საქმე და იმაშია რომ არის ყველაფერი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაღალ კულტურის დონეზე აყვანილი. თავისი ტრადიციებით, წესებით, სადაც არავინ არ არღვევს. არის გამონაკლისები ალბათ ყველგან, მაგრამ მის ბეჭდში ჩავარდნას არ ვისურვებდი არავისთვის. არც ავსტრიაში, არც უნგრეთში, არც ლიტვაში და არც ბელორუსში. ბელორუსში ჩამოვედით, აქაური მონკაშვილის მოწვევით, დაგვეხმარა ბატონი მამუკა შილაკაძე, ეს უნდა აღვნიშნო. ჩემი ტოლი კაცი, რომელმაც რამდენიმე წლის უკან თვითონ მოინდომა და დაამთავრა ის სპეციალობა, რომელიც საქართველოში დიდი ხანი აღარ არის. ნადირობა მცოდნეობა. ჩამოვიდა მინსკში, დაამთავრა ეს დარგი, აითვისა, დაამყარა კონტაქტები, შემდეგ იყო ჩვენგან თხოვნა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, მათ შორის იმ კუთხით თუ როგორ ეწყობა სანადირო მეურნეობები და ვინაიდან ენობრივი ბარიერი აქ ნაკლებია, მაინც ის თაობა ვართ, რომელმაც რუსული ჯერ კიდე კარგად იცის. ავირჩიეთ ბელორუსი, ჩამოვედით აქ და პრინციპი ზუსტად იგივეს ვხედავთ, რაც ვნახეთ ევროპაში. მადლობა დიდი. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოკლედ გოგა მე როგორც ხვდები, ალბათ ღირს ხაზი გავუსვათ კიდე იმ ფაქტორს, რომ რამდენ დღიანი ნადირობა არის აი ამ თანხაში. ჩვენ, ესე იგი 4 სანადირო დღე გქონდა გამოყოფილი ამისთვის. და სულ ვიყავით 6 დღით ჩასულები, ანუ 1 დღე ჩადიხარ და ბინავდები და დაბინავებას უთმობ. 4 სანადირო დღე გაქვს და მერე წამოსვლის დღე, ანუ პრინციპში საკმარისზე მეტი არის. პლუს გაქვს არჩევანი, რომ 1 დღე დაისვენო, თუ გადაიღალე, არანაირი პრობლემა არ არის და იყო მეურნეობაში ან გახვიდე და ათვალიერო ქალაქი ან რაღაც ამდაგვარი და მიხედო ხორცს, რაც მთავარია. გოგა, ჩვენ ასევე კიდე ვილაპარაკეთ ხორცის ამბავზე, რომ ამ ხორცს დამუშავება ესაჭიროება და დარჩენილი ხორცი სიტყვაზე რაღაცა X წონა გრჩებათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეზღუდულები ვართ რა, 5 კილოზე მეტი ხორცის გადმოტანის საშუალება არ გვეძლება ფიზიკურად საბაჟოდან გამომდინარე. დიახ, ადამიანზე და შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დაარბილოთ და ისე გამოიტანოთ, იმიტომ რომ ძვალს შეიძლება სატროფეო ღირებულებები შეძინონ და გაცილებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ მერე. ამიტომ ვარბილოთ და ისე მოგვაქვს რა. მე ეჭვი მაქვს, რომ ეხლა წამოვა ასევე კითხვები, რომ დანარჩენი ხორცი რა ბედი ეწია. აი საინტერესოა. მოდი ზუსტად გეტყვით, ესე ხორცი მართლა ძალიან ბევრი იყო, ნაწილი მივირთვით, თქვენ ადგილზე ამ კადრებს ან უკვე ნანახი გაქვთ, არ ვიცი ეს გადაცემა როდის გავა. ხაშლამა, სუკები, მწვადები. ნაწილი დაურიგეთ ჩვენს მეგობრებს ბელორუსში, იმიტომ რომ ძალიან დიდი სამეგობრო გვაქვს და მოკითხვა ყველას.
და საერთოდ ტრადიციისამ ლეგიონიც იყო ჩასული, მათე ძალიან ბევრი ხორცი ჰქონდათ და ტრადიციისამ მაგალითად ან ბავშვთა სახლს გადავცემთ ხოლმე ამ ხორცს და ან საახალწლოდ, ასე ვთქვათ, საახალწლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ ძალიან პატარა სოფლები არის, ხუტაროკ, ასე ვთქვათ, ჩვენს გვერდით, ბაზის გვერდით და იმ ხალხს უტოვებთ ქართველი მონადირეებისგან საჩუქრად. ძალიან დიდი მადლიერებით მე ეს ხალხი ძალიან ხდება ყველგან. არიან, სულ მადლობებს გვითვლიან, გლოცავენ და დაწნებული ვარ, რომ ყოველ წელს ელოდებიან ჩვენ ჩასვლას, იმიტომ რომ სხვები ალბათ არ უტოვებენ. ალბათ, ხო. ალბათ სხვა ქვეყანაში უფრო მეტი ხორცის წაღების საშუალება აქვთ, ან არ ვიცი რა, როგორ და რანაირად ხდება, მოკლედ ხორცი ნაწილდება ადგილობრივ მოსახლეებზე, როგორც აღნიშნე, ბავშვთა სახლზე, აი მოხუცებულებზე, ვინც ამ სოფლებში არიან დარჩენილი და ნუ პირდაპირ ვთქვათ, ჩვენს იეგერებზეც ამდენიმე კაცი, რომელიც გვემსახურება, თავისთავად იმათაც უნაწილებთ. ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან კარგი მიმართულება აქვს ამ ხორცს. მე აღარ მახსოვს გოგა, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ძეხვები და სარდელების სერვის რო გვთავაზობს. ძეხვების, სარდელების და აი ტუშონკა, მოთუშული ხორცის კონსერვის სერვის გვთავაზობს, იქვე მეურნეობა, ხელშეკრულება აქვს დადებული ხორცის ცეხთან. სურვილის შემთხვევაში, სანამ თქვენ იქ იქნებით, დაგიმზადებენ ამ ძეხვს და ტუშონკას, მოდი ესე ვთქვათ, ესე ვეძახით და ძალიან გემრიელი არის. გვენდეთ სიტყვაზე და გირჩევთ რომ გასინჯოთ. და ბიჭო, მაგრად ასწორებს ხა წარმოიდგინე რომ გავიდა 1-2 თვე ბელორუსიდან ჩამოსული ხარ და სანღას ნადირობაზე ესე შენი ტუშონკა გააძრე, შენი მონადირებული ძალიან ეფექტურია. და ძალიან გემრიელია. თან ძალიან გემრიელი სხვათა შორის ხო და აღინიშნოს. რატომ მაინც და მაინც მაგალითად ნოემბრის დასასრული და აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ერთი კვირით ადრე მიდიხარ თუ ერთი კვირით გვიან მიდიხარ, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო. იქიდან გამომდინარე რომ ბელორუსზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რატომაც გვჭირდება მინიმუმ 2 თვით ადრე დაორგანიზება ბატზე, მაგალითად 1 წლით ადრეც ხშირად ჭირდებათ ხოლმე კარგ რაიონებში და კარგ მეურნეობებში. იმიტომ რომ X რაოდენობა არის ამოსაღები სანადირო ობიექტის თვითონ მეურნეობაზე. მაგალითად, ნუ აი კონკრეტიკის გარეშე, მაგალითისთვის რო ვთქვათ, 50 ლოსია მოსანადირებელი ჩვენს მეურნეობაში, სადაც ჩვენ ვიყავით. 54 ჰექტარი იყო, 44000 ჰექტარი. თუ 1000. უზარმაზარი ტერიტორია იყო. რისი თქმა მინდა, რომ აი ჩვენ ამოვიღეთ 9. შემდეგ ჩასვლაზე კიდე ვიღაცამ ამოიღო 12. ანუ მცირდება იქიდან გამომდინარე, რაც სეზონი ბოლოში გადის და ჩვენ შარშან დავაგვიანეთ. დიახ. ვიყავით ბოლოსკენ და ძალიან შეზღუდულად გვითხრეს, რომ აი მაგალითად 2 მამრის ამოღება შეგიძლიათ 1 ფურის, 2 სიგარეტის გახსოვს, წავაწყდით. რა თქმა უნდა და რაც ეხლა არ გქონია. ეხლა ხო, დასაწყისში არ გქონდა, თორე პირველ დღეს არ იყო შეზღუდვა, მეორე დღეს უკვე არა, მეორე დღესაც აი მეორე გვაპარებდნენ. და არ ამოუღიათ, არ უთქვიათ, მაგრამ ერთმანეთში საუბრები მესამე დღეს ანადირო დღეს გვითხრეს, რომ ჩააქრეთ ეხლა დალმებიო. სხვებსაც დაუტოვეთ რამეო, რაღაც ქართველებიო ძალიან მოწადინებულები ხართ. ხო, ნუ მოკლედ ეგეთი ამბავი არის მეგობრებო და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა პერიოდში ჩავდივართ, თუ კი გვინდა რომ გემრიელად მოვახერხოთ ნადირობა. ერთ ფაქტსაც აღვნიშნავ რა, მიუხედავად იმისა, რომ სანადირო ჩამონათვალში აქვთ ირემი, მე თვალით არ მინახავს. ხო, არც მე არ შემხვედრია სხვათა უკვე აი მე რამდენჯერ ჩავდივართ და აქვთ ირემი, თვითონაც სულ უკვით რომ რატო არ გამოდის, მივყავართ ადგილებზე, სადაც ირმის ალბათობა უფრო მეტია და ნუ ლოსი ნაკლები უნდა იყოს ირემი მეტი, მაგრამ იმდენად მოჭარბებულად ყავთ ლოსი, მე ესე მგონია, რომ ამ ირემს ავიწროვებს სავარაუდოდ. ერთი საინტერესო ფაქტორი იყო კიდე მეგობრებო, არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმას, რომ კვალს თვალნათლივ ხო ხედავ ეხლა, რომ დაუშვათ რისი კვალი არის, ხედავ რომ ლოსი არის, ხედავ ირემია, ხედავ შველია, ხედავ ტახია სიტყვაზე, მაგრამ ეს სოკოზე მოსიარულე ხალხი აშკარად იმ რაოდენობით არის იქ, რომ ნადირს კაცო აღარ აჩერებენ ტყეში. დიდი ალბათობით მაგიტო ვერ ვიხვედრებთ. არის პრინციპში ვიდრე ლოსი, არის მაგაში ლოგიკა, მაგრამ ვიძახი რა. კი ბატონო, სწორი მიგნება იყო თქვენი მხრიდან. მოდი გავიდეთ ალბათ ბოლოსკენ, დასკვნითი ეტაპისკენ. კიდევ ერთხელ გავუმეოროთ მაყურებელს, რომ ჩვენ შემთხვევაში თუ გინდათ, რომ ესე კარგად ინადიროთ ჩლიქოსანზე, მოდი ესე ვიტყვი, ეს არის 1500 евро დამატებული გზავრობის ღირებულება. მაგრამ პირდაპირ მოდი ხალხს უთხრათ ეს ამბავიც, რომ ამ ფასით მოგიწევთ თქვენ თვითონვე თავი იმტრიოთ ამ ყველაფერზე საბუთებზე, იმაზე, ამაზე, ამ ყველაფერზე
მოკლედ მაგრა დაიხარჯებით, ნერვებიც დაგაწყდებათ, დარწმუნებული ვარ. თუ რა თქმა უნდა გზა არ აგავთ ჯერ გაკვლეული. თავისთავად ახლა ყოველთვის რთული არის ვიღაცა ცოდნესთან ერთად უფრო მარტივი არის რა. ხო იცი წინა კაცი უკანას ხიდი არისო, აი ეგ მომენტი არის. ყოველთვის უფრო მარტივი არის გამოცდილ ადამიანთან ერთად წასვლა. აქვე მინდა აღნიშნო ის, რომ არის მეურნეობები, სადაც შეიძლება ბევრად უფრო იაფი დაუჯდეთ ნადირობა. ლეგიონმა ინადირა გონი გაცილებით უფრო დაბალფასში. ძალიან ბევრი იყვნენ, 12 კაცზე ბევრად მეტი იყვნენ, მგონი 17-18 იყვნენ და იგივე გუნდური პრინციპით ცოტა კი არა და ფასმა დაბლა ჩამოიწია. მაგრამ ნუ აი რა ვიცი ხა კაცია და გუნება მე არ მომეწონა ის მეურნეობა რა. ანუ ესთეტიური მხარე, მომსახურების მხარე, იყო რაღაცეები, რაც დიდად მაგალითად ვერ იმას ვქენი რა ქვია. არ მახსოვს ჩვენმა საუბარმა მაგალითად ნათელი მოფინა თუ არა იმ ფაქტს, რომ ადამიანს, რომელსაც ეს თანხა აქვს გადახდილი, შესაძლოა ვერ მოინადიროს. ვილაპარაკეთ მაგაზე? მაგაზე იყო საუბარი, მაგრამ ეგ როგორც ყველა ნადირობაში შეგუებული უნდა იყოს ადამიანი. მაგალითად ჩავლე ორჯერ ბელორუსში წამოვიდა ისე რომ ტყვია არ უსვია. დიახ. არა თანხა გადაიხადა. მესამე წამოსვლაზე შენ გაგიმაჯოს ღმერთმა შემოკახა და ყველაფერი მაგან მოინადირა. მაგარი სანახაობა შემოგთავაზა. კარგით, ჩემო ცვირფასო მეგობრებო, მოკლედ ამით დაგებშიდობებით. თუ რაიმე შეკითხვები გექნათ, მოგწერეთ მე და მალენს, არ დავიზარებთ, ვეცდებით რომ ოპერატიულად გიპასუხოთ. მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება დაგიორგანიზოთ კიდეც. ნახოთ. კი, გააჩნია, რა თქმა უნდა, როგორი მოწადინებულები იქნებით ჩვენო მეგობრებო. კარგად იყავით.